საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით ისევ გრძელდება. უამინდობის მიუხედავად აქცია ჩატარდა ქუთაისში. პროტესტის გამოსახატად მოსახლეობა მე-15 ჯერ შეიკრიბა ქუთაისის მერიის შენობის წინ, სადაც უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს. ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები. თავარი ალბათ ის თქმაც მიუხედავად ამინდისა ქუთაისელებს აქ შეკრებილ ადამიანებს უნდათ ეს არის ის რომ ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ იმ ფორმით ჩატარებული არჩევნები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ არის კანონიერი და არ არის იმ ხერხით განხორციელებული, რომელიცაც ქართველი ხალხი იმსახურებს და მეორე ეს არის უკანონო პატიმრების, განსაკუთრებით აქციებზე ან აქციების შემდგომ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. მიუხედავად ამინდისა დღეს შეკრებილები არიან ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანები, მაშინ როდესაც თბილისის პარალელურად თავარი სათქმელი აქედანაც გვინდა რომ გავაჟღეროთ, გვინდა რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას უთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პროტესტი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოთხოვნების კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ისინი სამწუხაროდ ჯერჯერობით უკუსლით დემოკრატიის დაზიანებით არიან დაკავებული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია კარგს არაფერს არ მოიტანს. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ არ იღლებიან ჩვენი თანამოქალაქეები. დღესაც უყურებთ მიუხედავად საშინელი ამინდისა, აქ შეკრებილია ჩვენი თანახალხები, როცა მათ ვესაუბრე, არაერთს ყველა ურყევად ადასტურებს, რომ არ აპირებს შეეგუოს იმას, რასაც ქართული ოცნება თავაზობს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს. მე იმედება, რომ პროცესი გაგრძელდება, გავიმარჯვებთ და ჩვენი თითოეული დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე მიიღებს სრულად ახალ ხელისუფლებას. ამან გვაჩვენა ჩვენ რომ ადამიანები არ გაჩერდებიან და მარტივ რამეს ითხოვენ, როგორ შეიძლება ეს ბოდიში მომთხოვია ასეთ ფურთხი ასეთი, რომელიც შეაფურთხეს სახეში ქართველებს, ეს უბრალოდ ჩამოიწმინო და გაარძელო გზა და გაარძელო ცხოვრება, ხო? არ შეიძლება ჩვენ ადამიანები პიროვნებები გვაქვს, შეიძლება მილიარდები არა გვაქვს, მაგრამ რაღაც სიმდიდრეები ჩვენს გაგვაჩნია და ამ სიმდიდრეებს ჩვენც ვფრთხილდებით. ესე და ძირითადად ეს არის ჩვენი პატიოსნება და სიყვარული სამშობლოსადმი და რამდენადმე საღი აზრი. მარტო ჩემო გაახილეთ თვალი რა, ხო არა, ეს არა უმაღლესი მათემატიკა, მარტივი ამბავია რა, სინათლის და სიბნელის ამბავია. ახალი არჩევნები არის ეს პირველი და ვერანაირად ვერ ვეგუები დიქტატურას. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 2028 წელიო და შემდეგ კიდევ 2030 წელი, ესე გამოდის რა, ჯერ ეს არჩევნებზეა საუბარი და უკვე 2028 წლის არჩევნები გეიფორმა უკვე ივანიშვილმა. ეს ხო დიქტატურა. 9 წელიწადი ვიცხოვრ ევროპაში და ვიცი მე იქ რაც ხდება. ვიცი რომ იქ არის ნამდვილი თავისუფლება. რასაც თავისუფლება ქვია და რასაც მთელი ცხოვრება დასაბამიდან დღემდე ადამიანის პირველი პრობლემა არის თავისუფლება. გაუმარჯოს თავისუფლებას. ამ 15-იან პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ისევ მედგრად დგას და ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება არასდროს, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ველოდებით. ჩვენი შედეგი კიდევ მოლოდინი არის, რომ თავისუფალ ქვეყანაში გავიღვიძოთ, ხვალიდელი დღე იქნას შეიდგეთ, სანამ არ მივიღებთ ჩვენ სასურველ შედეგს, იქამდე ვიდგებით. არც ცუდი ამინდი შეგვაშინებს, ეს უბრალოდ ერთ-ერთი მტკიცებულება არის მაგის.